გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. დეპუტატებმა დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ. აგრეთვე მხარი დაუჭირეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელ პროექტებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გიორგი კუპრაშვილის ინფორმაციით სოფლის კრებებზე მოსახლეობამ სხვადასხვა პრობლემის მოგვარება ითხოვა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 520,000 ლარი დაიხარჯება. 2024 წლის შესრულების ავსებით კარგი პროცენტით შევასრულეთ. სუმთრინად შემოსული არის 52 მილიონი და შეადგენს 97%. რაც შეეხება ხარჯვითი ნაწილი, შესრულებულია 92.3%-ით ხარჯვა. ძირითადად გამოწვეული არის სტიქიის ორგანიზაციული კოდის დაბალი შესრულებით, რადგან დეკემბერში მომხდარი სტიქი დეკემბერში გამოიყო 1,100,000, რომელიც მხოლოდ ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო და შესრულება ფაქტიურად არ მომხდარა. მიმდინარე წელს ხდება სამუშაოების შესრულება და კიდე ამან დასწია ეს პროცენტი, თორე შესრულება სავსებით მაღალია. სხვა ისეთი არაფერი, თითქმის და ნაშთიც სავსებით ნაკლები გადმოგვივი და ამის ფონზე ისე რომ რა ვიცი, სახელმწიფო აუდიტის და მოთხოვნაც შესრულებულია ნაშთთან დაკავშირებით, რომ თითქმის სრულად იყო ათვისებული ხარჯვით ნაწილში შემოსული და სხვადასხვა შემოსულებები შარშანდელ წელთან შედარებით ანალიზი რომ გავაკეთეთ 10,5 მილიონით მეტია შემოსული ვიდრე 2023 წლის წლიური და ესეც ერთ-ერთი სარგებელია გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა მცირე მასშტაბიანი პროექტები განხორციელდება. ესენია მოსაცდელების მოწყობა, გარეგანათების მონტაჟი, სასაფლაოების შემოღობა, დასასვენებელი სივრცის მოწყობა და სხვა. მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული პროგრამის შერჩევის პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებული პროექტების ნუსხა საკრებულოს მიერ მოწონებულია. უახლოეს დღეებში დაიწყება სახართავისუფლო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის შემდეგაც უშუალოდ დაიწყება სამუშაოები.